პავლე მოციქულის საწიგნი კორინთელთა მეორე, თავი მე-7. ესე რაი უკვე გქონა ნაღდქუმანი საყვარელნო, განვიწმინდენეთ თავნი ჩვენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთაისა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმინდესა შიშითა ღმრთისაითა. შემინდვეთ ჩვენ, არავის რაი ვეავნეთ, არავინ განუხრწენით, არავინ მოვიანგარნეთ, არა დასაჯელად ვიტყვი რამე თუ წინაწარ ვთქვით ამეთ გულთაშინა ჩვენთან ხართ და თანა მოსიკვდით და თანა ცხოვრებად. მრავალი კადნიერება იმაქუს თქვენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქვენთვის, საოცე ვარ ნუგეშინისცემითა, გარდა მირევია სიხარული ყოველთაზე დაჭირთა ჩვენთა. და რამე თუ რაჟამს მოვედით ჩვენ მაკედონიად, არცა ერთი რაი ლხინება აქ უნდა ხორცთა ჩვენთა, არამედ ყოვლითავე ვიჭირვოდეთ. გარეშე ბრძოლანი, შინაგან შიში, არამედ რომელმან იგი ნუგეშინის ცის მდაბალთა, ნუგეშინის მცა ჩვენ ღმერთმან მოსვლასა მას ტიტესა. არა ხოლო მოსულთა მისითა, არამედ ნუგეშინის ცემითამით, რომელთა ნუგეშინის ცემული იქნა თქვენზე და მითხრობდა ჩვენ თქვენსა მას სურვილსა, თქვენსა მას გოდებასა, თქვენსა მას შურსა ჩვენთვის. ვიდრეღა მე უფრო ისად განვიხარე, რამე თუ დაღათო შეგაწუხენ თქვენ წიგნითამით, არა ვინანი. დაღაცამთო ვინანდი, ხედავ რამე თუ წიგნმან მან დაღათო შეგაწუხნა თქვენ ჟამერთ, აწმიხარის. არა თუ რომელ შეწუხენით, არამედ რამე თუ შეწუხენით სინანულად და რამე თუ ღმრთისათვის შეწუხენით, რაითა არარაით იზღვინეთ ჩვენგან. რამე თუ ღმრთისა მიერ იგი მწუხარებაი, სინანულისა ცხოვრებისასა შეუნანებელსა შეიქმს, ხოლო სოფლის ამის მწუხარებაი სიკვდილსა შეიქმს. რამე თუ აჰა ესე რა მანვე ღმრთისა მიერ მწუხარება მან, მაგან თქვენმან რაოდენი შექმნა თქვენ შორის სწრაფვაი. რაოდენი სიტყვის გებაი, რაოდენი შერისხვაი, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის გებაი, რაოდენი მომადლებაი, გინა რაოდენი ლხინი, ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქვენი წმინდად საქმეს ამას. დაღაცა თუ მივწერეთ თქვენ და გარნა არა სამემავნებელისა მისთვის, არცავნებულისა, არამედ ამისთვის, რაითა გამოჩნდეს მოსწრაფებაი თქვენი ჩვენ და მომართ წინაშე ღმრთისა. ამისთვის ნუგეშინის ცემულ ვართ, ნუგეშინის ცემასა მას თქვენსა ზედა. უმეტესადღა და უფრო ის განვიხარეთ სიხარულსა მასზე და ტიტესსა, რამე თუ განსვენებულ არს სული მის თქვენ ყოველთაგან. რამე თუ რაიცა იგი მისსა მიმართ ვიქადეთ თქვენთვის არა მცხვენა, არამედ ვითარცა ყოველსავე ჭეშმარიტებით გეტყოდეთ თქვენ. ეგრეცა სიქადული იგი ჩვენი ტიტეს მიმართ ჭეშმარიტად იქმნა და უმოწყალობა იმისი უმეტესადღა თქვენ და მიმართ არს. მოეხსენების თქვენ ყოველთა იგი მორჩილებაი, ვითარ იგი შიშით და წოლით შეიწყნარით იგი. მიხარის რამე თუ ყოვლითავე კადნიერ ვარ თქვენ შორის.